ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე თვით აფხაზური და რუსული მედიაც ალაპარაკდა. ეს ობიექტური რეალობაა, რომელსაც ვერ გაექცევი. აფხაზეთში მდგომარეობა ბოლო 5 წელია სატირალია. შეიძლება ითქვას კატასტროფული, რაც გამოიხატება მწვავე სოციალური პრობლემებისა და დანაშაულებების ზრდაში, გაჩერებულ ეკონომიკაში, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის უმწვავეს პრობლემებში, საზოგადოების უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რაც პირდაპირ რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდს უკავშირდება. წერს რუსული სააგენტო ევრაზია დეილი. სტატიის ავტორის აზრით დანგრეულია აფხაზეთის ავტორიტეტი რუსეთში. ამ ფონზე დე-ფაქტო ხელისუფლება თითქოს ზრუნავს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოჩვენებით და არარეალურ სიკეთეებს თავაზობს. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ოკუპირებულ გალის რაიონში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2015 წელს იქნა მიღებული. აფხაზური ტელევიზიის ინფორმაციით დარჩა მხოლოდ გენერალური გეგმის დასრულება და პროექტის რეალიზაცია. პროექტის მმართველი გაუგებარი წარმოშობის კომპანია ერასტიკოა. ეკონომიკური ზონის შექმნის სარგებელზე სოხუმში აქტიურად მსჯელობენ და გვალი მაგიდები იმართება. როგორც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ადგურ ლუჟბამ განაცხადა, ამ ინიციატივის შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა მინისტრთა კაბინეტმა 2015 წლის ოქტომბერში კანონიც მიიღო. გალის რაიონის შემთხვევით არაა შერჩეული. აფხაზური მხარე აღიარებს, რომ აქ მთელს ოკუპირებულ აფხაზეთთან შედარებით არსებობს ყველაზე მეტი და კვალიფიციური შრომითი რესურსი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, წყალი, რკინიგზა, შესაძლებლობა აშენდეს ცალკე ელექტროსადგური. საინვესტიციო პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს დეპრესიული რაიონი ეკონომიკურად სხვა საფეხურზე გადავა. ირწმუნებიან იდეის მხარდამჭერები. ეს ზონა გალის რაიონში იქნება განთავსებული და მოიაზრებს საწარმო, ტურისტულ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და საპორტო ზონებს. ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატალ თარბა პროექტს უპრეცედენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს იგივე ყამირის ათვისება იქნება. აფხაზური მხარის წარმომადგენლები ამ საპილოტე პროექტებით საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას აპირებენ. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უმთავრესი ძლიერი დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, რომლის ძირითადი ნაწილი იქნება პორტი. რუსეთს სამხრეთის მიმართულებით საპორტო მომსახურების დიდი დეფიციტი აქვს. აფხაზი ჰიდროტექნიკოსის დავით ფშანავას განცხადებით, თუ არა აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე სხვაგან შეუძლებელია სატვირთო პორტის მშენებლობა. აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ილონა მერცხულავა აღიარებს, თუ რა რთული პერიოდი უდგას აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ეკონომიკას. სამწუხაროდ ძველ პრობლემებს ახალი დაემატა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, მაგრამ ახალი პრობლემების ძველი მეთოდებით გადაჭრა შეუძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნაა, აცხადებს ილონა მერცხულავა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის 3 წელია მიღებულია, საქმე საწყის სტადიაშია და მოლოდინის რეჟიმში ვართ. მნიშვნელოვანია მკაფიოდ განისაზღვროს მესაკუთრეთა უფლებები, აცხადებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის განყოფილების გამგე ხატუნა შატიპა. კომპანია ერასტიკოს ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დურან სელიმი პროექტში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩვენი ახალგაზრდობა არის რუხი მასა. ამის მიზეზია ის, რომ მათი უმრავლესობა ვერ პოულობს სამუშაოს ან მუშაობენ იმ სამსახურებში, რაზეც შესაბამისი განათლება არ აქვთ. ვიმედოვნებთ, რომ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნა ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემას გადაწყვეტს, აცხადებს დურან სელიმი. ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ გითხრათ ღია ვართ ინვესტიციის მოზიდვისთვის, ვისაც უნდა მობრძანდეს და იმუშაოს ამ ბრწყინვალე მიწაზე. ხმამაღალ მოწოდებას აკეთებს გაუგებარი წარმომავლობის კომპანია ერასტიკოს წარმომადგენელი ალა გვარამია და ცდილობს დაინტერესებულ კომპანიებს გააგებინოს პროექტის სარგებელი. მოკლედ, აფხაზური მხარე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნის იდეით მოსახლეობას ცხოვრების გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ილუზიას უქმნის, თუმცა თავადვეა დარწმუნებული ამ პროექტის არარეალობაში. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება კომპანია ერასტიკოს კონკრეტული წინადადებების შემუშავებისთვის ვადას 2020 წლამდე აძლევს. ინფრასტრუქტურული მშენებლობის დასრულებას არაუგვიანეს 2022 წლამდე აანონსებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიამ მოახლოებული ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები წინ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი პროექტების იდეას მორიგ სატყუარას უწოდებს. ამასთან ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ აფხაზურმა მხარემ ეს ილუზიური პროექტი საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა
ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ საპირწონედ გაახმაურა. ეს არის სრული ილუზია, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე, რასაც ისინი წერენ და ლაპარაკობენ ამ პროექტის შესახებ. საქმე იმაში გახლავთ, რომ აფხაზეთი არ არის აღიარებული ქვეყანა, არავინ არ ჩადებს იქ ფულს, რომ იქ წერენ, რომ აი საერთაშორისო ინვესტორებთან მიდის რაღაცა მოლაპარაკებები და ვითომ ბევრი არის თანახმა და ასე შემდეგ, რაღაცა ახალი საწარმოები გაიხსნება, დიდი ინვესტიციები ჩაიდება, რაღაც ახალი ტექნოლოგიები და რაღაცა ზღაპრებს ყვებიან. არც ერთი, რა თქმა უნდა, რეალობასთან ახლოს არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვითომ გააქტიურდა ახლა აი ამ ეგრეთ წოდებული განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის საკითხი, ეს უკავშირდება დე-ფაქტო არჩევნებს, რომელიც არის მოახლოებული. და აი ერთ-ერთი სატყუარა გახლავთ აი ეს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. ეს ერთი საკითხი. მეორე, ეს არის სუფთა ფულის გათეთრების ვარიანტი. ძალიან დიდი ფული შემოდის აფხაზეთში, კიდევ არის დიდი რაოდენობით შავი ფული ტრიალებს რუსეთში და ამის გათეთრების შესანიშნავი საშუალება იქნება ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ზონის იქ რაღაცა იმიტაციას გააკეთებენ, ვითომ რაღაცას აკეთებენ და იქ ძალიან დიდი ფული ვითომ დაიხარჯება. გაუგებარია ეს რა კომპანია, რა სახსრებს ფლობს, ვინ არის, რა გაუკეთებია ადრე, რა გამოცდილება აქვს, ეს არის ყველაფერი მოგონილია და კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ ეს რეალობასთან ახლოს არ არის. მაგრამ მე მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. იქ არის საუბარი პორტის მშენებლობაზე. აქ იგულისხმება გუდავა, სადაც შეიძლება ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა და მე ერთ-ერთ ვარიანტად უშვებ იმას, რომ ამ ანაკლიის საპირწონედ შეიძლება იყოს დაგეგმილი რუსეთის მიერ იქ პორტის მშენებლობა, აი ვითომ იქ წარმოებული პროდუქციის გასატანად და საბოლოოდ ჩვენ მივიღოთ პორტი რუსეთის სამხედრო მიზნებისთვის, ეს სულაც არ არის გამორიცხული, ამიტომ ჩვენ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, თვალყური უნდა ვადევნოთ რა ხდება იქ და რეალურად რა აქვს რუსეთს დაგეგმილი. ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ეს არის მართლა გრანდიოზული ისეთი გეგმა პროექტი, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ენგურს გაღმა, ძალიან ბევრ ადამიანს სურს ჩაერთოს ამ პროექტში. ეს არის ფაქტი და ახლა ამის გადასაფარავად კიდევ რა თქმა უნდა შესაძლებელია სავსებით, რომ ამ მიზანსაც ემსახურებოდეს აი ეს ეგრეთ წოდებული განსაკუთრებული ეკონომიკურ ზონაზე საუბარი, არა მშენებლობა მისი, არამედ საუბარი ამ თემაზე. პარალელურად აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ფაროსანას როგორც თავად აცხადებს ეფექტური მეთოდებით ებრძვის. მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ სპეციალისტებთან ერთად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მეტად ორიგინალურ და პრიმიტიულ ხელით დაჭერის მეთოდს თავაზობს. აფხაზური ხელისუფალნი ამ მეთოდს ეფექტურს უწოდებენ და პროცესში ჩართულ მოსახლეობას წამახალისებელ ფულად ჯილდოს უწესებენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით ოკუპირებულ გალის რაიონში უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლა ამ მეთოდით. 14 მარტს ეგრეთ წოდებულ სოფელ შაშიკვარაში სოფლის მეურნეობის მავნებლის მიღება შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესის ორგანიზებულად მიმდინარეობას აკონტროლებდა სოფლის მეურნეობის ეგრეთ წოდებული სამინისტროსა და ეგრეთ წოდებული ეკონომიკურ დანაშაულებებთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენლები. სოფლის მეურნეობის ეგრეთ წოდებული მინისტრის მოადგილე არტურ სარიბეკიანი ამბობს, რომ ამ მიზნებისთვის აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ 7 მილიონი რუბლი გამოყო. ასევე 3 მილიონ რუბლს რუსეთი გამოყოფს. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ფაროსანას მიღებისას ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მკაცრ წესებს აწესებს. სპეციალური აქტის შესავსებად მოსახლეობას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს თხოვენ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფაროსანის ჩაბარება და თანხის მიღება. მიმღებ პუნქტებში პარაზიტი მოსახლეობას პარკებით, ტომრებით, პლასმასის ბოთლებით მიქონდა. 1 კილოგრამ პარაზიტში 1000 რუბლს უხდიან. დღეისათვის შეგროვილია 212 კილოგრამი მწერი. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ხელით დაჭერა მნიშვნელოვნად ამცირებს მწერების გავრცელება გამრავლებას. სოფლის მეურნეობის ეგრეთ წოდებული სამმართველოს უფროსის თამაზ წვიჟბას განცხადებით გასულ წელს მსგავსი მეთოდით 2.5 ტონა მწერი შეგროვდა და მოსახლეობამ 2.5 მილიონი რუბლი მიიღო. თავს იწონებს წვიჟბა და ირწმუნება, რომ წელს
50% ნაკლები პარაზიტი შეგროვდება. შეგროვების შემდეგ პარაზიტები სპეციალურად მომზადებულ ორმოებში გადააგდათ წვავენ. თავის მხრივ მოსახლეობა შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ფაროსანამ ძირითადი შემოსავლის წყარო წაართვა. სრულიად მოსპო ხილი, მარცვლეული კულტურები, თხილნარი, ციტრუსი და კაკლის მოსავალი. ფაროსანამ კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა. მოახლოებული ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ახალი ილუზიური პროექტების შეთავაზებით მოსახლეობაში არსებული უნდობლობა აღმოფხვრას, პროექტებით, რომლის განხორციელების თავადაც არ ჯერა. მათ დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები კი ეგრეთ წოდებულ ხელისუფალთათვის მხოლოდ ახალი კორუფციის წყარო იქნება.